მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია მირანდა ბაღდათიშვილი, ქორეოგრაფი, ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან კარგი პროფესიონალი და ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ამდენი ხანია ვფიქრობდი, რომ როდის მომეწვია და რატოღაც ჩავთვალე, რომ ეხლა შესაბამისი პერიოდი არის მირანდასთან სასაუბროთ. იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ქორეოგრაფიაში განათლების თუ პედაგოგიკის ახალი პარადიგმის შეტანა. იმიტომ რომ ალბათ ყველას გამოგიცდიათ, განსაკუთრებით საბჭოთა ბავშვები ვინც ვიყავით, როგორ გვაწამებდნენ ცეკვაზე, როგორი ტრენდი იყო, რომ აი უნდა ეჩხუბა მასწავლებელს, რაღაცა ფიზიკურად უნდა შეხებოდა, აუცილებლად მოსწავლეს იყო ძალიან მძიმე საგნების სროლის შემთხვევები და ალბათ ღმერთი მონაწილეობდა, როგორც ჩანს, ან ეს ქორეოგრაფები მართლა სწორად ისროდნენ, ისე რომ ეტალურად არ დამთავრდა ის ამბები, რაც ხდებოდა. ნუ მოკლედ მე მაინტერესებს, რა ხდება დღეს ბავშვებთან მუშაობის დროს ქორეოგრაფიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ მაინც არის პრობლემები, მე როგორც ვიცი, ჩემამდე როგორც მოდის ბავშვების ხმები, შეიძლება ფიზიკური შეხება ნაკლებად, მაგრამ იქ რაღაცა ვერბალური შეურაცხყოფების შემთხვევები, აი ეს უამრავი მაგალითი არსებობს. მოკლედ ჯერ ამით დავიწყოთ და მე ერთი იდეა მაქვს და იმაზე მინდა გესაუბრო. რა ხდება დღეს ქორეოგრაფიაში? ისევ სკამის ფეხებს ისვრით, ქორეოგრაფები ბავშვებს დამში ურტყავთ, თვებს აპუტავთ, თუ როგორი ამბებია? ეს ახლა ძალიან მძიმე მოსასმენია ჩემთვის, როგორც ამ დარგის და მიმართულების წარმომადგენელისთვის და მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მაინც არის ლალი ინდივიდუალური, აბსოლუტურად ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ეს იმდენად თავად ამაღლებული ხელოვნება და იმდენად ჰარმონიულ განვითარებას მოიცავს ადამიანის, მე ვფიქრობ, მაინც მივდივართ ალბათ სადღაც განათლების და პროფესიონალიზმის თემამდე მაინც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელიც არ იყოს დაკავებული ან ქართული სიმღერით, ან ქართული ცეკვით, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ეს ხედვა რამდენად სწორია და რამდენად მიზანმიმართულად ფიქრობს, თქვათ, ოჯახი აი ამ კულტურასთან ზიარებას, ეს კიდევ სხვა თემაა და მე მგონი პრობლემა სწორედ აქედან იწყება, რა უნდა თვითონ ოჯახს, რა უნდა თვითონ პიროვნებას და ბავშვს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბავშვებმა უკეთესად იციან სხვათა შორის საკუთარი შესაძლებლობები და უფრო კარგადაც ერკვევიან ბევრ შემთხვევაში რაღაც საკითხებში, ვიდრე ჩვენ უფროსი თაობა, მინდა გითხრათ და უბრალოდ მშობლის სწორი ხედვა იმასთან არის დამოკიდებული, რამდენად სწორად მიცემს ის მოტივაციას და მიმართულებასაც. იმიტომ რომ ამ სფეროშიც მოგეხსენებათ არის რამდენიმე მიმართულება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პროფესიულ მიმართულებაზე და პროფესიულ დონეზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ადამიანი, რომელიც თავიდანვე მიზნად ისახავს იმას, რომ ქორეოგრაფია იყოს მისი, თქვათ, ცხოვრების რაღაცა სერიოზული მიმართულება და პროფესიულად ბავშვი რომ მოდის შენთან 6 და 7 წელი. ახლა მაგაზე ვისაუბროთ. სერიოზულად როგორი რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ ისაუბრებ ამ საკითხზე და ამიტომ მშობელს სჭირდება ამ პრიორიტეტის განსაზღვრა, რომ ის აპირებს ამას ქორეოგრაფიული განათლებით წაიყვანოს თუ სამოყვარულო მიმართულებით, ასევე ანსამბლი იქნება ეს საკონდონე. ნუ ფაქტობრივად ეს გამოთქმა ძალიან მოარულია და იცით რა არის სადღაც პროფესიონალისტვის ცოტა რთული მოსასმენია, რომ აი მოვიყვან ქორწილში რომ ხელი გაშალოს, ან რაღაცა იცეკოს და რატომღაც აი ამ მიმართულებას არ უყურებენ სერიოზულად და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი კულტურული იდენტობა. მე ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კონკრეტულად ქართულ ცეკვაზე. ზოგადად ქორეოგრაფიაზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც მე ვარ ამ გენეტიკის მატარებელი და ქართული ცეკვა თავის ფენომენში ატარებს მთლიანად ფაქტობრივად ჩვენს კულტურულ მეხსიერებას თავიდან ბოლომდე და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს თვითონ ბავშვამდე მივიდეს ის ინფორმაცია და იმას სჭირდება აქამდე მიყვანა. თუ ჩვენ სკოლისათვის ვამზადებთ ბავშვს, მაგალითად საბავშვო ბაღებიდან, აი ბოლო წელს ამზადებენ იმისათვის, რომ მას ჰქონდეს რაღაცა დონის მომზადება, სასკოლო მზაობა იმისა, თუნდაც ის რომ რამდენიმე ხანი გაჩენდეს გაკვეთილზე, ის 45 წუთი იქნება თუ რამდენი, ანუ ჯერ ვაჩვევთ თქვათ ამის დისციპლინას, მიგვყავს სკოლაში და რაღაცა მომენტით მაინც ვაძლევთ ისეთ წინაპირობას, ბავშვო იყოს ამისათვის მზად. სამწუხაროდ
თუ ქორეოგრაფიაზეა საუბარი, ან თუნდაც სასპორტო მიმართულებაზე, თუნდაც მუსიკაზე ავიღოთ, ბავშვი ამისათვის მზად არ არის. ამისათვის რთულია, ამისათვის მზად არის, მშობელი მიიყვანოს, მაგრამ ბავშვი ამისათვის მზად არის. ეხლა თქვენ არ არის, წარმოიდგინეთ, ჯერ ანატომიურადაც, ანუ მშობლამდე არის ყველაფერი მისაყვანი. მე ძალიან კარგად მესმის, ეხლა ჩვენ გენეტიკურად ძალიან ნიჭიერი თაობა ვართ და ვისაც არ უნდა კითხო, მისი შვილი არაჩვეულებრივად მღერისად ცეკვავს, ხო? ასეც არის. პატარა ბავშვებს რო შეხედოთ, არაჩვეულებრივად კრეატიულები არის. კი ბატონო და ყველა მშობლად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას, სადაც ჩვენ მას ფიზიკური დატვირთვა უნდა, ცეკვა ხო დაკავშირებულია ფაქტობრივად ადამიანის ფიზიკურ დატვირთვასთან. აქ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს ჯერ პირველ რიგში მშობელი და რა თქმა უნდა პედაგოგი. იმიტომ რომ აქვს ყველას, ახლა მით უმეტეს შენ ძალიან კარგად მოგეხსენება, ასაკობრივი განვითარება, მისი ანატომიური და ფიზიოლოგიური განვითარება და აგრეთვე ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორები, ხო? ამიტომ ეს ბავშვი რომ მიყვავს აქ, რაღაცა დონით ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერ მშობელი მზად, რა დონის საგამართლებლო სასწავლებელში მიმყავს. მე მინდა ბავშვი უბრალოდ გაერთოს, რაღაცა მოძრაობებს მიეჩვიოს, რაღაცა შემოქმედებითად იაზრონოს და თუნდაც მარწყვის ცეკვა იცეკვოს, ან კუდლის ცეკვა, ან რაღაცა, ხო? თუ მინდა მივიყვანო ქართულ ცეკვაზე საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვის მიყვანა, მე პირდაპირ ვიტყვი რომ დანაშაულია. იმიტომ რომ არაფერ ეს მოითხოვს მიზან მიმართულ რაღაცა დისციპლინურ მიმართულებას, ეს საკმაოდ რთულია. აი რომელი ასაკიდან არის სწორი ქართულ ქორეოგრაფიაში ჩართვა ბავშვის? აი ქართული ცეკვა რო ისწავლოს. ზოგადად ქორეოგრაფიაში და რა თქმა უნდა მოიცავს ეს ქართულ ცეკვასაც, ეს არის 7-8 წელი. მე ყოველთვის თუ მოდის ჩემთან 7-8 წელი პატარა დიდი ასაკი არ არის, მაგრამ 7-8 წლიდან უკვე შეიძლება ელემენტარული, აი დასაწყისი ეტაპი. ჩვენ პირდაპირ გვინდა მივიყვანოთ ბავშვები და ისინი უცებ გამოვიდნენ რაღაცა პროფესიონალები და უცებ იცეკვოს. მოიცა მირანდა ერთი წუთით ახლა ნახე რა წინააღმდეგობაში ვექცევით. ერთი მხრივ ჩვენ ვიძახით რომ ბავშვი უნდა მოვამზადოთ თეორიულად ქართული ცეკვის კონცეფციას რო ადამიანი ჩაწვდეს, ამას ჭირდება რაღაცა ფილოსოფიური პროპედევტიკა. ამას ესე რო 7 და 8 წლის ბავშვამდე მიიტანო, ეს გამორიცხულია. ეხლა თუ 7 და 8 წლის ბავშვი მოყავთ, ან კიდე მეორე ამბავია, მე მგონია რომ აქ მშობლის ბრალეულობა ნაკლებადაა, იმიტომ რომ აი მაგალითად ჩემთან როგორც მასწავლებელთან ბავშვი რომ მოყავს და რომ მეუბნებიან რომ აი ეს მირა, მე ვეუბნები რომ იცი რა ეს ბავშვი ამისთვის მზად არ არის და თუ მომიყვან უნდა მენდო რომ თქვა სხვა რამეები უნდა გავაკეთო. ამ შემთხვევაში მაშინ მისი სასტარტო პოზიცია ქორეოგრაფმა უნდა დატესტოს და მან უნდა უთხრას მშობელს რაზე შეიძლება რომ კონდეს პრეტენზია, ხო? აი ერთი წუთი შენ ახლა ცოტა ძალიან ისეთ სიღრმეებში წავედით. შენ მითხარი პირველი რაც მინდა რომ გითხრა, აი ეს რატო გადაუქცია ქართულ ქართველმა კაცახან მოგიწევს რა უკნა ბატონო შესმეთი ვერ დავიჭირე და მიწევს ახლა შენ მოგაწვი ამ საკითხზე რომ აი რატო გადაწყვიტა ქართველმა ქორეოგრაფებმა რომ ბავშვებმა ცეკვა უნდა ისწავლონ ტანჯვით ეს ამიხსენ. ნუ ეხა მე სხვა ადამიანის და სხვა პიროვნების მაგერად პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ, მაგრამ ჩემთვის ნუ ტრენდია და აი მაგიტო გეუბნებით რომ ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული. კი მაგრამ აი და მეც გავიარე ეს სხვათა შორის გავიარე საიდანით ჯერ ოჯახიდან, იმიტომ რომ თქვა ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ყველაზე სერიოზული მასწავლებელი და თუ შეიძლებაოდეს აი ყველაზე აი სპარტანული აღზრდა როგორც ცხოვრებაში, ისე ქორეოგრაფიაში მე ოჯახიდან მქონდა მამაჩემი სახით მაგალითად, რომ ის თავიდანვე უდგებოდა ყველაფერს ისე, რომ ალბათ ხვდებოდა, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესიული მიმართულება და გავიარე ეს პერიოდიც, მაგრამ აი ლალი რო გითხარო, ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეული იყო, მეთქი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ იყო შემთხვევები რაღაცა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს რაც იყო მანკიერი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ადამიანებს ეს არ ქონდა, ეს იდეა ფიქსი არ იყო პედაგოგის. ანუ ცოტა ჩვენც ვართ დამნაშავე, ცოტა პედაგოგიც არის დამნაშავე და ცოტა გავლენები არის დამნაშავე. იცით აი რაღაც მაინც ცეკვა, ქორეოგრაფია ისეთი რაღაცა მაინც მოითხოვს რაღაცა დოზისკერაც კი ბატონო და ხშირად ამბობენ რომ უნდა ქონდეს ქილერის აზროვნება, როდესაც ამ სპეციალობაში ხარ, იმიტომ რომ
ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და ბევრი რაღაც არის გასავლელი, მაგრამ მე რატომ ვთქვი მზაობა მშობლის ამ მეთქი? თუ მივდივარ იქამდე და მე რაღაცით ვამზადებ შვილს, რომ ის სასკოლოდ მოემზადოს, ასევე უნდა მოვამზადო ამისთვისაც. ანუ რაღაცა თუნდაც თამაშის დოზით, თუნდაც რაღაცა ისეთი დოზით, აი კონცერტებზე უნდა ვატარო, ვაჩვენო უნდა რაღაცა, წავკითხო რაღაცა ლიტერატურა, რომ მისთვის ეს იყოს, ანუ აინტერესებდეს და არა ის, რომ მივიდეს და ბავშვი აუცილებლად ამ ცეკვას ხედავს, მაგრამ მიდის და ხედავს, რომ დიდი ხანი დგას თქვათ ერქცერებზე, აკეთებს ჩაჯდომებს, აკეთებს ანუ ეს რუტინული პროცესი აუცილებლად რაღაცა თუნდაც აი საჩვენებელი სახით, რაღაცის სახით მივიდეს და აჩვენოს ეს. ახლა მე ისეთ რაღაცებზე საუბრობ, რაც ძალიან გლობალურია და ეს ერთეული რაღაცის ადამიანის გადაწყვეტით არ ხერხდება. და პლუს კიდე არ არის იცით რა არის უწყვეტი სისტემა ქორეოგრაფიაში დღეს ჩვენს ქვეყანაში. თუ მუსიკალური განათლება ეხა პარალელი რო გავავლოთ, იწყება უწყვეტად, შევა ბავშვი მუსიკალურ სკოლაში, თუ მას არ აქვს ისეთი ნიჭიერი არ არის და არ უნდა გაგრძელება 6 წლს დაამთავრებს და გამოდის თქვათ მუსიკალური სკოლიდან, მაგრამ თუ მას უნდა განვითარება 6 წლების შემდეგ არის 9, 11 წლები და შემდეგ კონსერვატორია. ანუ ეს არის უწყვეტი განათლება, იმიტომ რომ ჭირდება ვერ ჩამოყალიბდები, ეს უნდა იყოს აი რაღაცა ფენომენალური ნიჭის და ტალანტის მქონე ადამიანი, რომელმაც აი ამ ბექგრაუნდის გარეშე ჩააბაროს თქვათ კონსერვატორიაში და მიიღოს პროფესიული განათლება. კი ბატონო, შეიძლება უკრავდეს არაჩვეულებრივი, ახლა წარმოიდგინეთ ამის კომფორტი არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ აი რამდენადაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენი მანკიერ სისტემაზე, საბჭოთა კავშირის დროს ეს უწყვეტი სისტემა იყო. რატომღაც ახლა ამოვარდა ეს უწყვეტი სისტემა და დარჩა რა სტუდიების დონეზე, ფაქტობრივად ეს ქორეოგრაფიული ანსამბლების დონეზე და რიცხობრივად ალბათ იმდენ მოცეკვავე ბავშვს, რამდენიც საქართველოშია ქართული ქორეოგრაფიის მიმართულებით, ამდენ სოფლიოში ვერსად ვერ ნახავთ. რომ არსებობდეს ასეთი პრეცედენტი, რომ ამდენი ბავშვი სწავლობდეს. მოდი ახლა მეორეც თქვათ. აბა სადნახავ სოფლიოში ქართული ცეკვას. არა, ეს რა თქმა უნდა, ამიტომ ეს რომ ჩვენი შინაგან, ანუ იცით რა არის გენის ყივილია და გენეტიკაშია ეს ადამიანს და ამიტომ კულტურაში გვაქვს და ის ჩვეულებრივი მე მაგალითად არ ამგონია რომ ეს ისეთი რაღაცა იყოს, რომ როგორ გითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვისთვისაც. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი რაღაცა, ბავშვი მოდის ფიზიკურად ის ვითარდება, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს რას აკეთებს და რისთვის ემზადება. ანუ არანაირი ის თქვათ რა დანიშნულება მუსიკალში თუ სწავლობს იმ მუსიკალურ დიალექტებს, ეცნობა თქვათ კუთხის მიხედვით რა განსხვავება, კილოკავები ასე შემდეგ, იცის რომ თქვათ ეს არის დასახელება ცეკვის, მაგრამ რა შინაარსის მატარებელია სამწუხაროდ და რას აკეთებს ეს ბავშვი, ამის შესახებ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს, იმიტომ რომ ანსამბლების და სტუდიების დონეზე ამის მიწოდება ძალიან რთულია. როდესაც შენ სარეპეტიციო დრო გაქვს გამოყოფილი თქვათ 1 საათი მინიმუმ, ამ 1 საათში შენ ვერ მოასწრებ ამ ბავშვის მომზადებას ამისთვის. ამიტომ იყო სკოლები, ამ სკოლას იმიტომ ქონდა ეს დატვირთვა, რომ იქ იყო თეორიული მიმართულებაც, ემზადებოდა ბავშვი ამისთვის და პრაქტიკული მიმართულებაც. და მოიცა ადრე იყო კომუნისტების დროს როგორ არა, სკოლა და სასწავლებელი. სკოლა სასწავლებელი იყო, ფაქტობრივად პირველი 5 წლები იყო და შემდეგ 3 წელი უკვე სასწავლებელი და ამ პერიოდში ისწავლებოდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული დისციპლინები განსაკუთრებით. და თეორიულად რომელი ავტორებია ესე ქართული ქორეოგრაფია რო შესწავლილი? სამწუხაროდ აი ჩვენ ძალიან მწირი გვაქვს ამ მხრივ მეთოდური ლიტერატურაც და სამეცნიერო ლიტერატურაც, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი დამსახურება ისტორიკო პირველი ფაქტობრივად აი ძირითადი მე დღეს წამოღებულიც მაქვს, ვისაც უნდა ვუმადლოდეთ ისევე როგორც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში და უნდა ვუმადლოდეთ იაკობ გოგებაშვილს და ნამდვილად ეს არის როგორ გითხრათ აი რაღაცა ისეთი მემკვიდრეობა მატერიალურის და არამატერიალურიც ასევე იყო საქართველოში ადამიანი რომლის შესახებ დღეს პროფესიულ საზოგადოებაში მარტო თუ იციან და სამწუხაროა რომ თუნდაც საქართველოში აუცილებლად უნდა იყოს სახელმძღვანელოებში ასეთი ადამიანების შესახებ ინფორმაცია. გიორგი ალექსიძე არის პირველი პროფესიონალი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი, რომელმაც ფაქტობრივად ჩაუყარა საფუძველი ქართული ქორეოგრაფიული საგანმანათლებლო სისტემის მიმართულებას და ჩამოყალიბებას. და ჩვენ მხატვრობაც ძალიან ისეთი კარგი გვაქვს და მდიდარი. ძალიან, სოლიკოვირ სალაძის. დიახ და აი გიორგი
გიორგი ალექსიძის მიერ ჩამოყალიბებული ფაქტობრივად პირველი 1902 წელს ჩამოყალიბდა პირველად ეს ქორეოგრაფიული საგანმანათლებლო და შემდეგ უკვე იტალიური ოპერის შემოსვლის შემდეგ მარია პერინის სკოლა, რომლის კურსდამთავრებულებიც გახდნენ ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი, სოლიკო ვირსალაძე, ვახტანგ ჭაბუკიანი და ასე შემდეგ. ანუ გიორგი ალექსიძე, დავით ჯავრიშვილი, მარია პერინი, ვახტანგ ჭაბუკიანი, ეს 4 ადამიანი არის ისეთი ბუმბერაზი ფაქტობრივად ადამიანი, რომლებიც შექმნეს მთლიანად ამინდი ქართული პროფესიული ქორეოგრაფიული სკოლის განვითარების, როგორც ხალხური, ასევე კლასიკური მიმართულებით. იმიტომ რომ ჩვენ კლასიკა ვამბობთ, მაგრამ ვახტანგ ჭაბუკიანის დამსახურება იმდენად დიდია ქართული ქორეოგრაფიის განვითარების მხრივ, ასევე დავით ჯავრიშვილის. იმიტომ რომ პროფესიულ საზოგადოებაში როგორც კი შევიდა და პროფესიულ ქართულ ოპერაში, როგორც კი შევიდა ქართული ცეკვები და შემდეგ უკვე დაიდგა პირველი ქართული ბალეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ გლობალურ და საერთაშორისო ქორეოგრაფიული ენაზე ამეტყველდა ქართული საცეკვაო, ხალხური საცეკვაო კულტურა. ამიტომ ეს ასეთი საკითხები, ეს ისეთი საკითხია. ეს კომპოზიტორებმაც ხო შეუწყობენ. რა თქმა უნდა, პროფესიული კომპოზიტორი, რა თქმა უნდა, საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბება შეუწყობენ. სინთეზური ხელოვნება, წარმოგიდგენთ, ხატრობა, ყველაფერი ერთად არის, ხო? აი, ხატრობა, მუსიკა, სიტყვიერება, ანუ ლიტერატურული ფაქტობრივად, აი, ქართული ფერხულები, ფერხულს დააბამენ მღერიან, იქ სიტყვა არის, მოძრაობა არის, რა თქმა უნდა, სიმღერა არის და რეკვიზიტი არის, ჩაცმულობა, კოსტიუმირება. ანუ მთლიანად ქორეოგრაფია, ეხა სინთეზური ხელოვნებაა და სივრცისა და დროის ხელოვნებაა, ხო? ამიტომ და ჰარმონიული განვითარებას უწყობს ადამიანის ხელს. ეხა ჩემზე უკეთესად მოგეხსენება რა დატვირთვა ქონდა ცეკვას ანტიკურ საბერძნეთში, ხო? ასევე სულ მახსენდება, აი ჩვენ ერთი პერიოდის ადამიანები ვართ, ძალიან მიყვარდა სკოლის პერიოდში ჩესტერფილდის წერილები ჩემს ვაჟს. ეს დიდაქტიკური წიგნი და როდესაც ვკითხულობდი აი ამ მამის თაგონებას, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ცეკვას და სულ ეუბნებოდა შვილს, რომელსაც ზრდიდა დიპლომატად, რომ არ დაგავიწყდეს ცეკვაზე სიარული, მიაქციე ყურადღება გრაციას და გრაციებს, იმიტომ რომ ეს არის ისეთი უნივერსალური ენა, ზოგადად ცეკვა ისეთი უნივერსალური ენა, დიპლომატიური საკითხების მოგვარებაც შეიძლება ამ უნივერსალურ ენაზე. ამიტომ ჩვენ ამ მხრივ ქორეოგრაფიული, აი ესეთი უწყვეტი განათლების მხრივ გვაქვს სერიოზული პრობლემა. არსებობს ბათუმში ქორეოგრაფიული სკოლა. დღეს შეგიძლია გააჩეროთ, ან სკოლაში მიხვიდეთ, ან ვიღაცას კითხოთ, არავინ არ იცის ამ სკოლის არსებობის შესახებ. ახლა არის მეორე მუსიკალური სკოლა, ოგანეზოვას სკოლაც რო ეძახიან იმ შენობაში, არის მოთავსებული ეს ქორეოგრაფიული სკოლა, მაგრამ სივრცის ნაკლებობის გამო პედაგოგები, რომლებიც მუშაობენ, აი იმ დარბაზებში ხდება ამ ბავშვების, თქვათ, პედაგოგი იმ დარბაზში ამეცადინებს, სადაც არის თვითონ სკოლას თავისი შენობა არ აქვს, იმიტომ რომ და ასევე საბალეტო სკოლა გვაქვს, იცით თქვენ და ხალხური ხელოვნების სკოლა, სადაც მე ვმუშაობ, კონკრეტულად რომელიც ადრე იყო სასწავლებელი, ქორეოგრაფიული სასწავლებელი, კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელი, დღეს ამწუხაროდ მას სკოლის სტატუსი აქვს და ალბათ მოხდება ისე, რომ დროთა განმავლობაში კიდევ აიმაღლებს რაღაცა სტატუსს, ისე რომ სკოლის ფორმატით და ძველი სასწავლებელი მაქვს ახლა მხედველობაში, მაგრამ ისი არ იქნება, სკოლის და კოლეჯის ფორმატით რაღაცა პროგრამულ დონეზე შეიძლება ამაღლდეს ამ სკოლის სტატუსიც. ამიტომ პირადად მე ვარ ადამიანი, რომელიც არავისთვის არ გამოვდგები არც ჭკუის მასწავლებად, არც მენტორული ტონით არავის არ ვესაუბრები, მე ჩემი გამოცდილებით ვამბობ, 1994 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. და მომხრე ვარ აუცილებლად სწორი და ლამაზი და მიზანმიმართული განვითარების და განათლების ქორეოგრაფიაში. სცენაზე უნდა იდგეს განათლებული ადამიანი, როგორც ქორეოგრაფი, ასევე მოცეკვავე. არავის არ ჭირდება გაუნათლებელი მოცეკვავე სცენაზე. ის, რასაც ცეკვავს, ის უნდა გრძნობდეს ამას. აუცილებლად. მაგრამ გვაქვს ამ მხრივ საერთოდ პრობლემული საკითხი. არ არსებობს ქორეოპედაგოგიკა საქართველოში. ანუ პედაგოგიური განათლება ქორეოგრაფიული მიმართულებით საქართველოში არ არსებობს. ეს არის ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა და ნამდვილად ვემადლიერები იმ უნივერსიტეტს, ამ წუთას თეატრის და კინოს უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის, რომელიც ადრე კულტურის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა 94 წელს ეს ქორეოგრაფიული მიმართულება და შემდეგ შეუერთდა უნივერსიტეტი კულტურის ინსტიტუტი და თეატრალური უნივერსიტეტში არის ქორეოგრაფიული მიმართულება, მაგრამ ეს მიმართულება არის დამდგმელი ქორეოგრაფის
და ქორეო რეჟისურა შეიძლება ასე ითქვას, ან დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებით, მაგრამ პედაგოგ ქორეოგრაფები სამწუხაროდ არ გვყავს. ანუ პედაგოგიკის იქ ისწავლება მაგისტრატურის საფეხურზე, რა თქმა უნდა, ქორეო პედაგოგიკა. მაგრამ სად გინახავთ ახლა თქვენ ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს სამაგისტრო საფეხური ქორეო პედაგოგიკის მიმართულებით და წავიდნენ და იმუშაონ სკოლებში. ასეთი პრეცედენტი ფაქტობრივად არ არსებობს. და იყო ერთი პერიოდი, ალბათ გახსოვთ, ყოფილი მოცეკვავეები არიან დღეს. ძირითადად არიან ყოფილი მოცეკვავეები. საშემსრულებლო მიმართულება საქართველოში არის ძალიან მაღალ დონეზე. აი საშემსრულებლო კულტურა ისე გაიზარდა საქართველოში, რომ შეადარო ხა მაგალითად, როდესაც უკვე პროფესიონალიზაცია წამოვიდა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქორეოგრაფია და ანუ 100 წელი ფაქტობრივად წარმოუდგენელ სიმაღლეებზე ავიდა საშემსრულებლო მიმართულება. მაგრამ პედაგოგიური მიმართულება მოიკოჭლებს ამ მხრივ. იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის და როდესაც შენ აძლევ შენ თავს იმის პასუხისმგებლობას, რომ ახალგაზრდა თაობასთან მიხვიდე და ის განავითარო როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ შენ გაქვს ადამიანის სხეულთან ურთიერთობა. არასწორი მოძრაობა, არასწორი სუნთქვაც კი ლალი. შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს, რომ ფატალურად დამთავრდეს არასწორი სუნთქვის შემთხვევაში. ყესის განვითარება იქნება ეს თუ კუნთის განვითარება იქნება თუ ადამიანის მთლიანად მისი განვითარება, წარმოიდგინეთ ახლა თუ ვიწყებ 7 წლიდან 18 წლამდე თუ მომყვება მთელი მისი განვითარება ფაქტობრივად და ჩამოყალიბება რაღაცა დოზით არის ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ. მე რომ ვარ ქორეოგრაფი და მანდო მშობელმა მაგალითად ბავშვი. მაგრამ მშობლებიც ერთი მხრივ ცოდავენ რასთან დაკავშირებით, იცით? დაკვეთა როგორიც აქვს ქორეოგრაფს. ანუ მიიყვანა ეს ძალიან იშვიათად შეუძლია ადამიანებს, რომ დასვას ასე საკითხი, მოვიდა ჩემთან მოსწავლე და 5 წელი მე იმას სცენაზე არ გამოვიყვან. ამაზე არც ერთი მშობელი არ მიდის და არ წავა, იმიტომ რომ მიიყვანა შვილი, მას უნდა რომ რაღაცა 1 წელიწადში მაინც მინიმუმ მისი შვილი სცენაზე დაინახოს. მაგრამ მოდით ის მე არ ვიტყვი, რომ გაუნათლებელია მშობელი მეთქი, მაგრამ სიღრმეებს ვერ წვდება. ხო, ეს არის პროფესიული სიღრმეები და ამიტომ აუცილებლად უნდა იცოდეს მშობელმა რას ეჯახება. იცით, რამდენი წასულა განაწყენებული ჩემგან, რომ ითქვამს, რომ არ მიიყვანოთ 7 და 8 წლამდე ბავშვები ცეკვაზე მეთქი. და ძალიან ბევრი ამასთან ცეკვავს, იმასთან არა 7 და 8 წლამდე, მაშინ წაიკითხეთ, ექიმს კითხეთ, ვეუბნები, ან რაღაც და ამ დროს წარმოიდგინე ლალი, სწორი განვითარება ქართული ცეკვის ძალიან ბევრი დაავადებისაგან იხსნის ადამიანს. ასთმაც კი იმკურნება სწორი განვითარებით. აი, იმტერფის სწორი დამუშავებით, სწორი სუნთქვითი ვარჯიშით, ხერხემლის, ეხლა შეიძლება გაგეცინოს და პარადოქსალური იყოს, მაგრამ ძალიან ბევრ მოცეკვავეს აქვს სკოლიოზი. დაიჯერებ ეხლა ამას ხერხემლის სკოლიოზი აქვს ძალიან ბევრ მოცეკვავეს. რანაირად არ უნდა კონდეს ხო მოცეკვავეს სკოლიოზი. ეს არის არასწორი ხერხემლის, არასწორი განვითარების ბრალი. ანუ ასაკობრივად დატვირთვა რაღაცა დოზით მეტი აქვს რაღაცა ასაკში. რაღაცა ასაკში ნაკლები. წარმოიდგინე ეხლა მუხლილეთი, ჩვენ ხო ძალიან განსაკუთრებით მთიელების ცეკვები ხო ძალიან ნაკუთური და ისეთი ცეკვები გვაქვს ხო გვაქვს მუხლილეთები, ცერირეთები, ეხილები და ჰაერში ის აფრენა დაშვება ეს ხო ფიზიკურ დატვირთვას მოიცავს და ეს მყესები არის ამაში ჩართული, მუხლები, ძვლები არის ჩართული ხო? ამას ყველაფერს თავისი დროული დატვირთვა უნდა ქონდეს. საქართველოში არ არსებობს ბავშვთა ქორეოგრაფია. ბავშვები ცეკვავენ დიდების რეპერტუარს ხო? აი ხა დატვირთვის სახით და დატვირთვა რო ნახოთ ეხლა ლალი უბრალოდ რომ გამოვიანგარიშოთ ეხლა თქვა ჩვენ. თქვათ ბავშვი დაწყებით კლასებში მაინც არის მეორე წლაში, ხო? ბავშვები სკოლას იწყებენ თქვათ 3:30-დან 7 საათამდე. ან 6 საათამდე. მანამდე აუცილებლად დადიან და ემზადებიან რაღაცა საგნებში. ან შემდეგ ზოგი მუსიკალურში დადის, ზოგი სასპორტო სკოლაში დადის, ზოგი ქორეოგრაფიული მიმართულებით. დილიდან საღამოს 10 საათამდე ბავშვებს რამდენ საათიანი დატვირთვა აქვთ? ანუ ამასაც არ ვაცნობიერებთ ჩვენ მშობლები და საცობებში რო დროს ეს კიდე სხვა, ანუ წარმოიდგინეთ ბავშვი რამდენს მუშაობს, ანუ ზრდასრულ ადამიანზე მეტ დროს ატარებს ბავშვი ეს გონებრივი მუშაობა ხო არის სკოლა მისი არა, ჩვენ რო ჩავთვალოთ რომ ეს არის მოდი ასეც ვთქვათ რა, ჩემთვის ცეკვა რა არ ვიცი, ხელფეხის ქნება ხო არ არის არა. ცეკვა არის ინტელექტუალური დატვირთვა იმავდროულად, ხო? აი ცეკვაში კონცეფციაში თუ არ ჩაჭიქი, იქ ვერც ხასიათს აჩვენებ, ვერც მოძრაობა
მოძრაობას შეძლებ, ხო? მირანდა, ეხლა ნახე, ჩვენ წავედით ძალიან ეკეთკენ რა, პროფესიული განათლების მიმართულებით, ხო? მაგრამ აი მე ძალიან მენიშნა შენ რო გაიხსენე ჩესტერფილდის წერილები. მე თვითონ იცი ხო, განათლების ფილოსოფია არის ასე ვთქვათ, ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და არის ასეთი, ხა ჯონ ლოკი ყველა მიცის, უბრალოდ ჯონ ლოკს აქვს ძალიან საინტერესო თეორია განათლების, ის თვლის, რომ ერთ-ერთი პუნქტი მოკლედ, რაც მინდა რომ ახლა შეთან ერთად გავშალო, არის ის, რომ ლოკი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის არის ცეკვა. ოღონდ აქ ცეკვა არის სკოლამდელი და ნებისმიერი ადრეულ ასაკში, ანუ სანამ ბავშვი წერას, კითხვას და ინტელექტუალურ განვითარებას, ანუ ინტელექტუალური, ანუ სწავლასაც დაიწყებს, სწავლობს ახლა ყველგან ადამიანი, მაგრამ აი წერა-კითხვას და აი ამ აკადემიურ სწავლებას სანამ დაიწყებს, მანამ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცეკვოს და ეს მისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თან პროფესიით ექიმი იყო. და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას, რომ აი ცეკვა ეს არის ფსიქოფიზიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობა. და აი ამ ლოქს რო ვკითხულობდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ აუ რა მაგარი იქნება, რომ სკოლაში გქონდეს, სკოლებში ჩვეულებრივად იყოს საგანი იყოს ქართული ქორეოგრაფია, ხო, მისი თეორიული და პრაქტიკული ნაწილით და მაგრამ მე ვიფიქრე ახლა ამ ჩვენ სკოლას რო კიდე ეს დაუმატოთ ახალი საწამებელია, როგორ არის ყველა საგნის დამატება არის კიდევ ერთი დამატებითი წამების ისა, რა ქვია, იარაღი ბავშვებისთვის, ხო? ანუ რანაირად მიიღებენ ამას და როგორ გადაითარგმნება და თან რა გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი შემეცნების და სწავლების პროცესში არის ემოცია და სიამოვნებით რაღაცის კეთება და ქართველმა ქორეოგრაფებმა ეს სიამოვნება სამწუხაროდ შეგიწევს პასუხის გაცემა, მაგრამ რა უკნასია პროცესუალური, აი სწავლის პროცესში სიამოვნების მიღება აქვს ამოღებული. პირადადაც მქონია ვიცი, მინახავს, დავსწრები ვარ და ვიცი, რომ იქ ბავშვები იტანჯებიან, იქ არ არის პროცესი, თვითონ საგაკვეთილო პროცესი, როცა ცეკვას სწავლობენ, იქ სიამოვნება თან საერთოდ ახლოსაც არ არის, ხო? აი რატომ ტანჯავთ ამ ბავშვებს? ხო შეიძლება, ნუ როგორ შეიძლება დაიტანჯო, რა ვიცი, ვიდიჩო აჭარული ტანჯვით როგორ უნდა ისწავლო. არა, ნამდვილად არ უნდა ისწავლო და საერთოდ არ ვარ მაგის მომხრე, რომ იტანჯებოდეს. ხო და ამას ვიცახი, აი რა არის საჭირო? აი ხშენი ძახი რომ ძალიან შორს გადამიგდი ახლა მე პატარა მინდოდა. ხო, არა ბალეტიც არ არის, მაგრამ პატარა 3 წლის ბალერინები ხო არიან რაღაცა. კი, იქ თავის დატვირთვა არის. ან ბალეტს ამ მხრივ აქვს ძალიან კარგი ჩამოყალიბებული სკოლა და სწორედ ამას მისდევს შემდეგ უკვე ეხლა ვინმე თუ ფიქრობს იმას, რომ ქართული ქორეოგრაფია ჩამოყალიბდა განათლების გარეშე, ძალიან ცდებენ ყველა იმ პედაგოგს ეხლა ვინც მე დავასახელე, ყველა მიიღო არაჩვეულებრივი პროფესიული განათლება და იცოდნენ ზუსტად რა დონეზეო უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. ის რასაც შენ ლალია, რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი ექსპერიმენტი სკოლებში შეიტანეს ქართული ცეკვა და რამდენიმე საუბარი იყო, მაგრამ არ შეტანება. ფაქტობრივად შეიტანეს, მე ერთი პერიოდი ვასწავლიდი და მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება ძალიან რთულია. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ხდებოდა საკლასო ოთახებში ისევ, იქ ვერც მერხებს ვერ გადაადგილებდი, იმიტომ რომ 45 წუთიანი გაკვეთილი ეხა სივრცის გათავისუფლება, ის სხვა არის, რომ ის ახლა მართლა ტანვარჯის სხვა და ამსგავსებ ცეკვას. იმ თამაშითაც რო გააკეთო, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა, ბავშვი საკონტროლო ცეკვა კი ბატონო, ანუ რაღაცა ასეთი ქენით რა თუ დამოწა. შეიძლება, მაგრამ ის რასაც ეხა ჩვენ ვამბობთ, მარტო კარგი ერთ გაკვეთილზე ვთქვათ იმ სივრცესთან აცეკვე ბავშვი და რაღაცა გააკეთე, მაგრამ აი ბოლომად შედეგს არა თვითონ ეს რაღაცა პატარ-პატარა ისინი რომ მაგრამ ის რაც ახლა თეორიული მიმართულებით ვახსენეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც პროექტების ან ინტეგრირებული სწავლების გზით თუ შევა. იმიტომ რომ ქართული ცეკვა ვითარდებოდა ისტორიულ განვითარებასთან ერთად. ქონდა როგორც აღმასვლა, ისე სტაგნაცია და ისე მაგალითად პროფესიონალიზაცია, ხო? ამიტომ როდესაც ისტორიაში კი სწავლობს ან მუსიკის მიმართულებით სწავლობს მუსიკალურ
დიალექტებს. იქ ქორეოგრაფიული მიმართულება ჩვენი ეროვნული, როდესაც ეს არის შენი ფაქტობრივად სავიზიტო ბარათი. ალბათ ესა ჩემი საქართველოში ალბათ უნდა იყოს. აუცილებლად უნდა იყოს. ან თუნდაც ინტეგრირებული პროექტული სწავლება იყოს მუსიკასთან, გეოგრაფიასთან, ლიტერატურასთან. იცით, რამდენი ლიტერატურული ნაწარმოები არსებობს, სადაც არის ქართულ ცეკვაზე საუბარი და აღწერილი არის ქართული ცეკვა. ფანტასტიურად, აი მაგალითად, აი ჩემი შეიძლება ითქვა სამაგიდო წიგნია ილია ზურაბიშვილის მიერ აღწერილი ცეკვა ქართული, რომელსაც პროფესიონალები არ ასრულებდნენ ქართლში ვიღაცა ძია ტიტიკო და ძალუა მარო. აი ისეთი ლიტერატურული და პროფესიული თვალსაზრისით არის აღწერილი ეს ცეკვა, ეს არის შედევრი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ცეკვა ვერბალურად არის, აი იმას კითხულობ და რაღაცა სხვას ხედავ, სასწაულს ხედავ. ეხლა ბავშვს მიაწოდებს სკოლაში ინფორმაციას იმას, რომ ცეკვა ქართული არა მარტო ქალვაჟის სატრფიალო ცეკვაა, არამედ ეს არის მზისა და მთვარის ცეკვა. აქ არის ქართული კალენდარია ჩადებული, ძველი წარმართული, აქ არის ასომთავრული ამბანიც. აბსოლუტურად ყველაფერი და არ არის ეს მარტო ქართული, აქ არის მთელი მსოფლმხედველობა ჩადებული. ცეკვა ქართულს ეძახიან საქართველოს ქართულ ვეფხისტყაოს, პლასტიკურ ვეფხისტყაოსანს. აქ ეს არის იმდენად ამაღლებული ცეკვა და ის ბავშვი რო დაინახავს იმას, რომ აი რაღაცა ცეკვა ქართული დაის გულის, ხო? დაისი უკვე არის კომპოზიტორების მიერ შექმნილი, მაგრამ ცეკვა ქართული, ჩვენ ვეძახით ამას კლასიკური დუდუკის ქართული შეიძლება ესე ითქვას, რომელსაც ერთადერთი ცეკვა, რომელსაც არ აქვს კუთხურობის ნიშანი. ცეკვა ქართული იცეკვებოდა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. აი ჩვენ თუ ვამბობთ, რომ განდაგანა აჭარული ცეკვა, ფარცაფერხული გურული ცეკვა და ასე შემდეგ ვარქმევთ სახელებს, ხო? ცეკვა ქართული არის უნივერსალური მოდელი. მას არ არსებობს, მაგრამ მაინც უფრო მეტად განვითარებული იყო ქართლსა და კახეთში. მაგრამ ეს არის უნივერსალური მოდელი ამ ცეკვის. და როდესაც ჩვენ ამ ხასიათებს ვაწვდით, რომ თქვათ, რამდენიმე ცეკვა რო გვაქვს ქალვაჟიან და ცეკვა ქართულში სხვა ხასიათია საჭირო, განდაგანაში სხვა და მოხეურში სხვა ხასიათია საჭირო, იქაც ქალი და ვაჟი ცეკვას, მაგრამ რატო არის ასეთი განსხვავებული, თუნდაც მუსიკალური დიალექტი, თუნდაც ქორეოგრაფიული დიალექტი? აი ეს თამაშის სახით და ინფორმაციის სახით ხო შეგვიძლია ბავშვებს სკოლის ასაკში მივაწოდო და ამით ჩვენ მეგონი ექსკურსიაზეც უნდა წაიყვანო. კი ბატონო, აუცილებლად უნდა წაიყვანო კუთხეებში და იქ არსებულ ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან, არა მარტო ეთნოგრაფიულ მუზეუმებთან ერთად, აი თქვენ ვერ წარმოვიდგენთ რამხელა სიამოვნებას მიიღებთ რაჭაში რო წახვიდეთ თორნიკეს ხიერელთან. იგივე ვთქვათ, მაშინ სვანეთში წახვიდეთ, ქვემო სვანეთში, ზემო სვანეთში და იქაურ ანსამბლებთან თუნდაც ერთი შეხება გქონდეს. ახალგაზრდა ადამიანს იმდენ რაღაცა ინფორმაციას მიიღებს და იმდენად მისთვის იქნება ის ძალიან ბუნებრივი და წიაღში ამასთან ზიარება, თქვენ ვერ წარმოვიდგენთ. ექსკურსიაზე სიარული არ უნდა იყოს მარტო ის, რომ წავედი გასართობად, რაღაცა გავისეირნებ, თქვათ, ვინადიმე და ასე შემდეგ. ამას უნდა გქონდეს შემეცნებითი ხასიათი და მაშინ ჩვენ გაუადვილებთ ცხოვრებას ბავშვებსაც, მშობლებსაც და ქორეოგრაფებსაც, რომლებთანაც უკვე რაღაცა მომენტით მომზადებული მივა ის ბავშვიც. კარგი, მოდი ახლა ეს მითხარი, ნუ თუ არ არის შესაძლებელი, რომ ვიღაცა, რა ვიცი, აი ესეთი ენთუზიასტი გამოვიდეს და აი ამ ჩვენს პატარებს, აი ის იცი რა ვერ წარმომიდგენი ახლა დაისიან თუნდაც ისა, დადგე და ყველას ასწავლო, ხო? ხო, ურთულესი ცეკვა, ხო? აი რაღაცა ჩემნაირი მონაცემები რო აქ რაღაცა რო დავიბლოკე, ბავშვები და სულმშურს და რაღაცა რო ებაჩები ყველა ნერვი მითამაშებს, მაგრამ ვერ ცეკვა. აი მით უმეტეს ისა ქართულ ცეკვებს. აი რაღაცა ასეთი ადამიანებისთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის არ შეიძლება რომ რაღაცა გაკეთდეს. მარტივი ბავშვმაც რო ისიამოვნოს, ისულისკვეთება რაღაც არის რო ჩაავლოს, რაღაც რო იგრძნოს აი ეს ქართული თან როგორ არის კაცო ეს ხო მარტო ის არ არის ხელი და ფეხი გაიქნიე ხო იქ არის რაღაცას ეხები აი თუნდაც რიტუალური ძველი წარმართული პერიოდის რაღაცები ლაზარობის დღესასწაული რო გააცოცხლო ან რაღაცა ბავშვებთან ერთად ის ხო იმათაც ხო ქონდათ ბერიკებსაც ხო რაღაცა ტიპის ისეთი რიტუალური ცეკვები როა მარტო როკვარო არის თქვათ და იქ არ არის რაღაცა დახვეწილი დეტალები რაღაც ბავშვი ახტება და ხდება ენერგიას დახარჯავს და თან ამ იმასაც ჩაავლებს ხო ჩემთვის
ეს არის პრობლემა, რომ როგორ არის იცით, აი ცეკვის და მუსიკის გარეშე ფსიქოემოციური განვითარება ბავშვის ვერ მოხდება. გამორიცხულია და ეს ქართული ისეთი აკადემიური და დახვეწილი არის, რომ აი პატარებისთვის ძნელი არის, რომ მიუსადაგო პატარებს, მართლა მაშინ ის უნდა გააკეთო რა, რასაც აკეთებენ, ანუ წამება. ხო, უნდა დააყენო ეხლა და რაღაცა თითისწორებზე უნდა იმასნას აიწიოს და აიწიოს რამდენჯერ იმაშვებიან, მეგონი 4-5 გაკვეთილია, ხო? მეტი. მაგი ფაქტობრივად თითქმის ყველა გაკვეთილზეა თუ ჰარმონიული განვითარება გჭირდება და სწორი განვითარება. ხო და ბავშვებისთვის ეს მოსაწყენია, ეს აიწიე და იქ რაღაცა შეიძლება იმ აიწიეს, რაღაცა მიაყოლე, ხო? ასე მათემატიკაც არ არის იოლი, მაგრამ ვახერხებთ თამაში და მათემატიკის სწავლება. ბევრი რამე არ არის იოლი, მაგრამ შეიძლება ეს თამაში გადაიყვანო და აი რაღაცა ეგეთი უნდა მოიფიქრო და თუ მოიფიქრებ პატარებისთვის ჯერ შვილიშვილებთან გამოგადგება და მე ჩემთან ვფიქრობ მაგაზე სხვათა შორის საკვირაო სკოლაში რომ მოიმასნათ რა ქვია დიდი სიამოვნებით ჩავატაროთ ექსპერიმენტი. იცი რა არის ლალი, აი ძალიან საინტერესოა ის სწორედ ასეთი თამაშით სწავლება, რაღაცა ინფორმაციის მიწოდება. აი მაგათეთ ეხლა როგორც თქვი, ცეკვა ქართულს ასე ვერ იცეკობს, ნამდვილად ვერ იცეკობს. ცეკვა ქართულს ვერ იცეკებ თუ არ შეგიყვარდა, გამიჯნურებული თუ არ ხარ. ეს არის დანარჩენი, არის უბრალოდ მისი შესრულება ტექნიკურ დონეზე. თუ შენ ის არ განიცადე ის ურთიერთობა, რა არის, რა მოსდევს ამას, როგორ გიჩქარდება. ალბათ უყვარდებათ. აი, რა ყოველ შემთხვევაში მამაჩემს და დედაჩემს ეპილოს შეუყვარდათ ერთმანეთი და აი საოცარი ის თუ არ განიცადე ის დამოკიდებულება, თუ არა გაქვს ეს მაგალითად, რომ აი როგორ გიჩქარდება გული, რასი, ეს არის, არ ვიცი, ეს არის ფაქტობრივად გიჩქარდება გული, რომ უყურებდა. და ამიტომაც ბავშვებთანაც ადამიანმა უნდა მოინდომოს ყველაფერი არის შესაძლებელი და განსაკუთრებით აი რაღაცას თუნდაც ზღაპრულ დონეზე რომ მიაწოდებ ბავშვს ამ ინფორმაციას, თქვათ რა არის, რისი მანიშნებელია, რატო აკეთებენ თქვათ ცეკვა ქართული, მარტო ის ხო რატო აიღო მაგალითად ხელი, რატო არის იდენტურად ჩვენთვის ცეკვა ქართულის ხელი სხვაგვარიან რაღაცა, ხო? ეს რას ნიშნავს, ის რასთან არის შედარებული? ანუ თლიანად ეს ფაქტობრივად შემდეგ ეს შედარებულია აი ხა არ მიყვარს ასეთი შედარებები, მაგრამ საუცხოო თვისებები არის მამაკაცის და ქალის ამ ცეკვაში ჩადებული, ამაღლებული და ფაქტობრივად არწივის ცეკვას არის და იმას აღმაფრენა შედარებული და აგრეთვე გედს ქალი ფაქტობრივად შეიძლება ასეთი ინტერპრეტაცია გავაკეთო და ამ დროს ქალი კარნახობს. თქვენ იცით რა საინტერესოა ერთი კუთხით კიდე ცეკვა ქართული, რომელიც ანუ არ ვიცი, ჩემთვის ეხა ეს არის რა ცეკვების ცეკვა რო იტყვიან. აი რამდენადაც დიპლომატია ძალიან დიდი ქართული ჩადებული და განსაკუთრებით ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. იცით გენდერულ თემაზე რამდენი ცეკვა არის და აი ეს ძალიან საინტერესო თემებია. აი საქართველოში ოდითგანვე დღესაც გვაქვს ასეთი შემთხვევები, რომ ოჯახი ათხოვებდა რა თქმა უნდა გოგონას და მამა და ძმა იყო მთავარი და ვისაც გადაწყვეტდნენ ფაქტობრივად ქალს ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებად ქონოდა სიტყვის უფლება. ცეკვა ქართული იყო ქალისთვის თავისუფალი სიტყვის გამოხატვის უფლება, იმიტომ რომ თუ მამაკაც ცეკვაში არ წაყვებოდა და არ გაყვებოდა და არ ეცეკვებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ვარს ამბობდა მასთან ქორწინებას. ეს ისეთი რაღაცა იყო, რაზეც უკვე ოჯახიც ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. და ძალიან საინტერესო ფაქტი აქვს სწორედ ილია ზურაბიშვილს აღწერილი ერთი და ისტორიულად აღწერილია, რომ თავადის ქალი ყოფილა ქართლში ასეთი ამირეჯიბი, რომელიც იყო განთქმული ცეკვა ქართულის მოცეკვავე. ასევე მასთან მოვიდა ხელისათხოვნელად იმერეთიდან აბაშიძე თავადი, რომელსაც ძალიან მოწონდა ეს ქალი და მამამ გააფრთხილა, ნუ ოჯახები თანახმა იყვნენ ამ ოჯახის შექმნაზე და მამამ გააფრთხილა ქალიშვილი, რომ შე რო იცოდე ისეთი ფანდები არ გაუკეთოო და ვაჟი არ დატოვო უხერხო მდგომარეობაში, იმიტომ რომ ცეკვა ქართულში ქალთან ზურგი დარჩენა ყოველად შეუძლებელი იყო და ყოფილა შემთხვევები მამაკაც თავიც კი მოუკლავს, როდესაც ეს იყო სიცხვილის ტოლფასი. ანუ ისე უნდა გეცეკვა ქალთან, ეს იმპროვიზებული ცეკვა იყო, მაგრამ ძირითადი ქორეოგრაფიული სტრუქტურა მაინც ერთი ქონდა, რომ ქალთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მამაკაცი ზურგი დარჩენილიყო. ნუ ამ ქალს ძალიან მოწონდა ამირეჯიბის ქალს ეს აბაშიძის ვაჟკაცი, მაგრამ ცეკვაში ისე გაერთო და იმდენად უკვე პროფესიონალად ძალიან გაწვრთნილი იყო, რომ ისეთი ფანდი გაუკეთა ამ თავადს, რომ თავადი დარჩა ზურგით ქალთან.
ეს იყო იმდენად სირცხვილი ჭამა, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, მოახტა ცხენს და გაქუსლაო, დაეწიაო, რა თქმა უნდა, მდევარი და უთხრეს, არ არის ეს ვარის ნიშანი და მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნუ შეურაცხმყოფელი დარჩა ძალიან და 1 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ისე ვითხოვა ამირეჯიბის ქალის ხელი და იმდენად გაწვრთნილი ჩამოვიდა ცეკვა ქართული შესრულებაში, რომ ამირეჯიბის ხანდებით ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა და ამხელა გამოწვევა გადაიტანა და მე სწორედ ასეთი გონება מחვილის ხარტი და აზრიანი ცოლი მჭირდება, როგორიც არის ამირეჯიბის ქალიო, ასე ბრძანა თავადმა აბაშიძე. ასე რომ ცეკვას ეს ის შემთხვევა იყო, როცა ჭკვიანი ქალის არ შეეშინდათ. არ შეეშინდათ. ამიტომ ჩვენ ცეკვებს თუ დავაკვირდებით, ეხლა ვამბობთ, რომ ძირითადად თითქოს პატრიარქალური აზროვნება იყო საქართველოში, მაგრამ თქვენ ნახავთ, როგორი დაბალანსებულია ცეკვაში. ამიტომ ეს არის სწავლება, ამით ჩვენ კულტურას ვასწავლით. იყო ასეთი კვლევა წლების წინ სადაც გამოუკვლიეთ ფაქტობრივად ქართულ ცეკვაში დაკავებული ახალგაზრდების 0.1%-იც არ იყო შემჩნეული ცუდ საქმიანობაში. იმდენად სულიერად ძლიერ ადამიანს ეს ჩატარდა ძალიან დიდი ხნის წინ ჩატარდა ეს კვლევა. გითხრა კიდე ერთი ისეთი რამე რო არ მოგეწონება? ნუ ვითარ მე დღეს ახლა წნეხის ქვეშ ვარ, სამწუხაროდ ვიტანა ამ წნეხს და რა, მაგრამ ეს არის მაინც იმითი რა ქვია განწყობით დასმული. ჩემი რეპეტიტორობის იმ პერიოდში, როდესაც ესე მასიურად ჰქონდა ესა შეხება, ყველა ტიპის, ყველა მსოფლმხედველობის, ყველა სკოლის მოსწავლესთან აღმოვაჩინე ერთი კანონზომიერება. რო აღმოვაჩინე, მე ვამოწმებდი ამას. აბსოლუტურად ყველა, ვინც ქართული ცეკვით იყო დაკავებული და პროფესიულად და ესეთი პროფესიონალურ ცეკვებს ცეკვავდა და აბსოლუტურად ყველა იყო ყალთაბანდი, ცრუპენტელა. დღეს მითხრა ერთმა მოცეკვავემ სხვათა შორის. ყველაფრის მკადრებელი და რა იყო, იცი, ბიჭო მეოთხარი, აი ჩოხას რო იცნებ და აი ასე რო დგები და ასეთი ცრუპენტელა როგორ უნდა ჯამოხარ. აი მე როგორ მიჭირს ახლა ამის დღეს არის მიღება ძალიან მე თვითონ მიჭირს და მე ამ დროს ის ქონდა, იცი, მეორე ისა აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაკავებული ბიჭები ვინც იყვნენ, აბსოლუტურად ყველა ესეთი ნახდები, ნატურალურები, რაჯანდა ბაგჭირს მეუთხარი, ესე თქო და მე ბევრი ვიფიქრე და სხვათა შორის რას მივხვდი, იცი? მე მგონია, რომ ძალით რო დაღავთ მშობლებს. ამის ბრალი ხო არ არის, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ ახსენ, როგორ შეიძლება ქართულ ცეკვასთან მქონდეს შეხება და იყო ასეთი ღვთისმერიდან გადავარდნილი. დღეს სხვათა შორის რომ მოვდიოდი თქვენთან, ჩემს ერთ მოცეკვავეს უთხარი, რომ დღეს ლალისთან მაქვს მეთქი ჩაწერდა, იცი რა მითხრა? ასე მითხრა, რომ მწოდნო და მოცეკვავე იყავი, არ მიგიღებდიო. იმიტომ რომ ყველა მოცეკვავე მიცდენსო და ანუ იმდენად ის იყო ჩემთვის ეს, რომ არ ვიცი, პირიქით ნახეთ, ცეკვა ისეთი რაღაცა აჩვევს დისციპლინას. აჩვევს რაღაცა დროის მენეჯმენტს. ხო და რა ანუ აქედან გამომდინარე ალბათ გვაქვს პრობლემა იმაში, რომ ვერ ვაწოდებთ ამას ისე, როგორც საჭიროა, რადგანაც თუ ასეთი პროცენტულად ასეთი დამოკიდებულება იგრძენის შენ ამ წლების განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სფეროს რაღაცა გარღვევა აქვს და მე კვლევა კი არ ჩამიტარებია, უბრალოდ შევეხე. ანუ რაღაცაში გვაქვს. აი ხა მაგ ჩოხასთან დაკავშირებით გეტყვით, მე წლების წინ მქონდა ისეთი შემთხვევა, რომაც მე ძალიან დამაფიქრა, მაშინ არასოდეს სანამ დავიწყებდი პროფესიულად ამ სფეროში, ანუ მოცეკვავე კი ვიყავი, მაგრამ სანამ უკვე დავიწყებდი სწავლას, განათლებას ამ მიმართულებით, მაშინ მესხეთი არ იყო დანგრეული, სასტუმრო მესხეთი და იქ მუშაობდა ჩვენი ანსამბლი და რაღაცა ფესტივალი ტარდებოდა ქორეოგრაფიული, არ ვიცი და მოგეხსენებათ, იმ შენობაში იყო ძალიან ბევრი აფხაზეთიდან დევნილი. დავრჩი ამ იმაზე, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა, რომ რა ჯგუფები იღებდა მონაწილეობას და არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ იყო აღმოსავლეთ საქართველოსდან ანსამბლი, ფანტასტიკური შემსრულებლები იყვნენ ბავშვების ასეთი შესრულება ცეკვა ქართულის, მე წლები არ მინახავს და ეცვათ არაჩვეულებრივი კოსტიუმები. მაგრამ ეცვათ სამეფო კაბები, აი სხვა ან ჩოხა კი არ ეცვა, კაბა ეცვა და ეს ადამიანი ხშირად მოდიოდა ჩვენს რეპეტიციაზე, ხანდახან შემოგვიხედავდა და როგორც ჩანს უყვარდა ცეკვა, ან იცოდა პროფესიულად, უბრალოდ ერთ-ერთი დევნილი იყო აფხაზეთიდან. სწორედ ისე მოხდა, რომ ეს ადამიანი მოხდა ჩემს გვერდით და ამ ბავშვმა რო ცეკვა დაამთავრა და მოვიდა, დაუძახა და ეუბნება, მოდი ბაბუა აქ ჩემთ, რა იცეკვეო და სადარბაზო ვიცეკვეო. კი ბატონო, რა იცეკვე, რა შინაარსი ქონდა, ეხა მაგ ცეკვას მითხარიო. ბავშვი დაიბნა, გაჩერდა.
ვერაფერი ვერ უთხრა. არაჩვეულებრივად შეასრულეო თან ისიც უთხრა, მეო ასეო სულო ის ამითამაშთაო, რა ქვია, ძარღვები და სული და გული ამიჩქარდაო და რა გაცვია ბაბუშენო ეკითხება და ჩოხაო და არ გაცვია ბაბუშენ ჩოხაო, შენ კაბა გაცვიაო და რას ქვია კაბა მაცვიაო, ბავშვი ზედი პროტესტი ქონდა ამ ბიჭს, რომ კაბა გაცვია ბაბუშენ კაბა და წადი და შენ მასწავლებელს უთხარიო და ანუ რაღაცა ისეთნაირად ის დავრჩი და გადმომხედა ეხა მიცნობდა როცა ყვავდით გადმომხედა და აი ვერ გეტყვით რავი, მაგრამ ვიგრძენი ძალიან დიდი როგორ იცით, აი ძალიან დიდი უხერხულობა ამ დროს, იმიტომ რომ მართლა ფანტასტიკური ნამუშევარი ქონდა პედაგოგს. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ პედაგოგის ბრალი იყო რაღაცა, ან შეიძლება ახსნილიც ექნებოდა, იმიტომ რომ ის ბავშვი ისე იმას ვერ შეასრულებდა თუ არ იცოდა რასთან ქონდა საქმე. იშვიათია ასეთი შესრულება იქნებოდა, გეტყვით, ახლა დაახლოებით 13-14 წლის ახალგაზრდები. ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ რაღაცა დღესაც ვაწყდები მე ამ წინააღმდეგობებს, მინდა გითხრათ და თქვენ ახლა ახსენეთ, ლალი ახსენე, შენ ისა თქვენობით მე ახსენე მათემატიკასთან მიმართება, რაღაცასთან მიმართება, ხო? იმდენი მათემატიკა და ფიზიკაა ცეკვაში. მე იმდენჯერ მიწევს საცეკვაო დარბაზში, როდესაც შევდივარ გაკვეთილზე, დღესაც თქვენ წარმოიდგენთ ზრდასრულ ადამიანებთან მათემატიკური რაღაცა განსაკუთრებით ალგებრაც არის, გეომეტრიაც არის, რა თქმა უნდა, ფიზიკა დატვირთვა, როგორ ჰაერში როგორ უნდა ავიდეს, როგორ უნდა ჩამოვიდეს, რადონის დატვირთვა უნდა მიცეს, ხელს როგორ უნდა დაიშვეს, ხო, გრავიტაციას რა თქმა უნდა, ყველაფერი და ამას რო უნებროა ფიზიკაში აი შეიძლება ან თვითონ მათემატიკური სიმბოლოები როგორ არის, თქვა ხელის მოძრაობა კოსინუსოიდას, რომელი ხელი აკეთებს სინუსოიდა, რა არის, გრაფიკი, პარაბოლა და ასე შემდეგ. კი ბატონო, ისე მოკვდები ალბათ არ დამჭირდება თქვენს. აგერ ქორეოგრაფებს ჭირდება. კი ბატონო, ხელის მოძრაობა, ის ტალღური მოძრაობა, რა გრაფიკსაც ქმნის, აი იმდენი რაღაცა არის, x კვადრატი რასაკეთებს. კი ბატონო, ან მე თვითონ მიყვარს ძალიან რიცხვები და სიმბოლო და თვითონ ქორეოგრაფია თავიდან ბოლომდე სიმბოლოა. აი მაგალითად, ცეკვაში სიმბოლო რამდენი არის ცეკვა, სადაც 13 ადამიანი ცეკვავს, მაგალითად უძველესი ცეკვები იყო და იმას თავისი რიტუალური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად ცნობილია ისიც, რომ ხორუმში აუცილებლად კენტი უნდა იყოს, თქვათ, მოცეკვავე, იმიტომ რომ ერთი არის ხორუმბაში, მეთაური, თქვათ და რაღაცა არის ასეთი სიმბოლური მინიშნებები. ის რომ თქვათ, ცეკვა რაღაცა 800 თვალავზე მთავრდება, ამასაც თავისი ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ახსნა აქვს. რამდენი, ანუ თვითონ სიმბოლიკა ძალიან ბევრია, ფერთა სიმბოლიკა რო ავიღოთ, მოძრაობების სიმბოლიკა, აი თუნდაც ქართულზე რო თქვით, აი ქალის ხელი როგორ აქვს, რიდეს აკეთებს, დისტანციისკენ მიუწოდებს, ცეკვა ქართულში ქალი არის მთავარი მამოძრავებელი და ქალს მიყვება მამაკაცი, განდაგანაში არის ტოლძალოვანი დამოკიდებულება, ვთქვათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების ცეკვაში მამაკაცია, მაგრამ დომინირებს, მაგრამ ქალი ტოლს არ უდევს. და ძალიან საინტერესო მომენტები, ასე რომ ჩვენ რო ამ კუთხით მივყვეთ და ასე შევთავაზოთ ჩვენ ახალგაზრდებს, სკოლის ასაკს რატო გულისხმობ და რატო ვამბობ, რომ აუცილებლად არის შესატანი რაღაცა დოზით მაინც სასწავლო პროგრამაში და ზოგადად საგანმანათლებლო სკოლაში, აი სასწავლო ბადეში, აუცილებლად საკითხები მაინც ან რაღაცა თემატიკების, იმით რომ ხო, აი რო აქვთ არა კუთხეების მიხედვით რო აქვთ რაღაცა იქ საცხოვრებლის ტიპს რო ასწავლი, კაცო მიაყოლე ქორეოგრაფია. აი საცხოვრებელი და ქორი რა, რატო ერქვა მაგათ რას ნიშნავს ქორწილი, რატო იყო სართულებიანი, რატო არის მაგალითად ცეკვაში სართულებიანი პრინციპი, რას განასახიერებდა, რა იყო, რა არის მაგათ გუნდური მუშაობის პრინციპს ასწავლის ქართული, აი ქართული ცეკვა, მე არ საუბრობ ხა თანამედროვე ცეკვა და ისინი არის, რომ შეუძლია ერთი ადამიანი იდგეს ცეკვა სცენაზე და შეასრულოს არაჩვეულებრივი საცეკვაო ნიმუში, მაგრამ სოლოც გვაქვს და კი გვაქვს სოლო, მაგრამ ზოგადად ქართული ცეკვა მაინც არის კოლექტიური ფენომენი. ანუ ეს არის ფაქტობრივად გუნდური მუშაობის პრინციპი. ინდივიდუალიზმი აუცილებელია, მაგრამ მე რომ ვთქვათ ვუხსნი ჩემს მოცეკვავეს, რომ შენ თუ ხორუმში ისი არ დააბიეს წრე, რომ შენი ერთი ხელის გახსნაც იმას ნიშნავს, რომ შენი არც ქალაქი არსებობს, არც ქვეყანა არსებობს, არაფერი რომ მტერთან ბრძოლაში შენი და შენი მეგობარი აუცილებლად უნდა იყოს. თუ მე არ ვენდობი პირველი სართულის ფერხულს, მეორე და მესამე სართული რო ადის და მე უნდა ამიყვანოს და კოშკზე უნდა გადავიდე და მტერს უნდა ვებრძოლო, ან რაღაცა დავიცვა ჩემი ქვეყანა, აი კიდე რიტუალი ძალიან ბევრი ნიუანსებია ქართულ ცეკვაში. ეს მე მასწავლის გუნდური მუშაობის პრინციპს. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეგობარი ერთნაირად უნდა ვიყოთ. ამიტომ ეს მივითარებს მე ამ ურთიერთობას, ამიტომ მე ვიცი როგორ და ამასთანავე ლიდერობასაც.
იმ გუნდში წრე რო გაიხსნა და შემოვიდა ყველა მე ხშირად ვეუბნები მე ხა აკადემიურ ანსამბლშიც მუშაობ და სასწავლო დაწესებულებაშიც რომ რა არ არსებობს ჩვენ ასეთი გამოთქმა გვაქვს რომ მასის მოცეკვავე და სოლისტი არ არსებობს მასის მოცეკვავე და სოლისტი. იქ უბრალოდ არის სინქრონი და იქ უბრალოდ არის ეს გუნდური მუშაობის პრინციპი. ეს არის აი რაღაცა ჰარმონია. ყველა არის ინდივიდუალური. არ არსებობს კოპირება მოცეკვავე. ერთი რომ რაღაცას გააკეთებს, ზუსტად იგივეს მეორე მოცეკვავე ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ იმას მისი ფსიქოფაქტორი აქვს, იმას მისი ყური აქვს, იმას მისი რაღაცა აქვს და მისი ემოცია აქვს. ამ მოძრაობასთან შეიძლება მე სხვა ემოცია მქონდეს და შენ სხვა ემოცია გქონდეს. და ეს ემოციურობა, სწორედ იმპროვიზაცია, იმიტომ არის ქართულ კვაში ასეთი მნიშვნელოვანი რომ ფაქტობრივად ჩანს ადამიანის ხასიათი, იქ კუთხის ხასიათი ჩანს. და სამწუხაროდ ჩვენ უკვე 21 საუკუნეში ცეკვები დავამსგავსეთ ძალიან ერთმანეთს და ძალიან ბევრის რაღაცა იდენტობა დაიკარგა. სახასიათო შემსრულებლები მოგვაკლდა და საშემსრულებლო ოსტატ. ანუ თვითონ განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ ხასიათი დავკარგეთ და როგორ გითხრათ, თითქოს დავამსგავსეთ ყველაფერი ერთმანეთს, იმიტომ რომ იქ რომ მე მთიელების ცეკვაში რომ ნახტომს ვასრულებ და აქ დავლურში რომ დამჭირდება თქვათ რაღაცა ნახტომის გაკეთება ეს განსხვავებულია და ერთი და იგივე არ არის. ამიტომ ეს იმდენად ბევრი ნიუანსია და მთლიან ეს არის ისეთი სფერო რომელზეც ნამდვილად ალბათ არასოდეს არ მომბეზრდება საუბარი და ეს იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და იმდენად იცით რა თან რომ მიდიხარ და ხალხში თუ ეცნობე მე მქონდა იმის ბედნიერება რომ ერთი წელი ყოფილიყავი ექსპედიციის წევრი და ეს ისეთი საინტერესო რაღაცაა როგორ გიხსნის ეს ადამიანები რა არის ეს ცეკვა და როგორ მოვიდა საიდან აჭარაში ვიყავი და შემდეგ ძალიან ბევრ მასტერკლასზე ვთქვათ განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ სვანებით. მე საერთოდ აი ამ ქართული ცეკვის მასტერკლასებზე რაც სვანურ ცეკვებთან მიმართებაში პირდაპირ მათთან შეხებაში რა ინფორმაციაც ჩემამდე მოიტანეს, ნუ ჩვენამდე საზოგადოებამდე და პროფესიონალებამდე როგორ აღადგინეს, რა აქვთ ჩადებული, როგორ ზედმიწევნით იციან, ანუ სკრუპულოზურად ყოველი ფეხის გადადგმა რას ნიშნავს მარჯვნივ წრე, რას ნიშნავს მარცხნივ წრე. თითქოს რო უყურებ გეგონება რომ ფერხული ერთნაირია, ეხლა მაყურებელი როზე ხარ რა განსხვავებაა, ახლა ფეხი იქით გადაიტანა, აქეთ შემოიტანო, თორე ისეთი ორნამენტული სიმბოლოები იხაზება და ისეთი დატვირთვა აქვს ყველა ამ ფერხულს და სულ გთხოვენ რომ თუ ფერხულს შეასრულებთ, არავითარ შემთხვევაში არ დაამახინჯოთ. აი მათი თხოვნა ეს არის. და განსხვავება ამ დროს აჭარაში გადმოდიხართ, აქ არის მთლიანი იმპროვიზაცია. აქ არ არის ეს კოლექტიური ფენომენი, მე არ გულისხმობ ეხლა ხორუმს. ის ხორუმი რა სახითაც ჩვენამდე მოვიდა დღეს, ისიც პროფესიონალი ქორეოგრაფების დამსახურებაა. ის რაც ხალხში იცეკვება, რაღაცა ნარჩენები არის, ფრაგმენტები ხორუმის და აჭარაში სოფელს ვერ ნახავთ საკუთარი ხორუმი რო არ კონდეს და საკუთარი მოძრაობა. ამიტომ იმდენად საინტერესოა ეს რომ თან მარტო დასახელი ლექსიკურ მარაგს გაუმდიდრებთ, იცით ჩვენ ქართულს რამდენს, მარტო მოძრაობის იმდენი დასახელება გვაქვს. თუნდაც ხორუმში მარტო რო ავიღოთ და ცეკვებში ან ცეკვის იმდენი სინონიმი გვაქვს ზოგადად სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ანუ მარტო ამით ლექსიკური მარაგი გაუმდიდრდება იმდენად ბავშვს რომ მე არ ვიცი რომ ფაქტობრივად ძალიან სერიოზული ლექსიკური მარაგი ექნება ამიტომ ძალიან ლექსიკური მარაგი ნიშნავს რომ აზროვნება ფართოვდება რა თქმა უნდა ფართოვდება ეხა ჩვენ მე ჩემი ტერმინოლოგიით ვესაუბრები და რომ ვეტყვი რომ ქორეოგრაფიულ ტერმინოლოგი იქაც განსხვავდება რა არის ცეკვა, რა არის როკვა, რა არის თამაში, რა არის მღერობა, რა არის ძნობა. ანუ ყველანაირ და თვითონ უკვე აკეთებს ამის კლასიფიკაციას, უკვე თვითონ ხვდება რა არის ეს. და ახლა ძალიან კარგად მოგეხსენება რაც მაქვს არსებაში, ის გადმოდის ხო, იმას გამოვავლენ და ეს არის ქართული ფენომენი, რაც გვაქვს არსებაში, ის უნდა გამოვავლინოთ. ამიტომ არის მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული ჩვენი ცეკვით. თან ეგ არის რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ისეთი ეპოქა გვაქვს, რომ აი მარტო ცალკე რაღაცა ემოცია და ამის უკან თუ რაღაც კონცეფცია არ დგას, აბსოლუტურად цаრიელი ხდება ყველაფერი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი თეორიული შესწავლა და დამუშავება ამ ყველაფრის და ამ ყველაფრის დოკუმენტირება, რომ რაღაცა დონეზე ბავშვებამდე უნდა მივიდეს. ხო მარტო ის ხო არ არის, არა კონკრეტულ ცეკვას უყურებ, ამის უკან რაღაცა საუკუნეები დგას და შეიძლება რა ვიცით ისეთი პერიოდიდან მოყოლებული გვაქვს ეს ცეკვები, რომ შეიძლება ამ დროს კანიბალიზმიდანაც კი ვიყავით კი ბატონო, აუცილებელია. ეპოქას შეიძლება გამოხატავდეს, ხო?
ნუ ამ პოზიტიურ ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ კაცობრიობის რაღაცა და თუნდაც ისტორია ლაგდება. ძალიან კარგად აღნიშნე ლალი, რომ სანამ ადამიანი დაიწყებს, ვთქვათ, აზროვნებას, მეტყველებას თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ცეკვა პირველი რაც არის, ეს არის მოძრაობასთან დაკავშირებული. და სწორედ ამ მოძრაობით, სიარული და ნაბიჯი არის პირველი ფაქტობრივად ანიბანი საცეკვაო, ხო? ამიტომ ამ ნაბიჯთან მიმართებაში, მოძრაობასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, შეიძლება გაუცნობიერებელი ქონდა ადამიანს და ქონდეს დღესაც პატარა ბავშვსაც, ხო? მაგრამ იმას რო შეხედავ, შეიძლება საოცარი საცეკვაო რაღაცა ის ორნამენტი მიიღო და ამან მოგცეს ბიძგი რაღაცის გაკეთების კიდე. თან ბავშვი როდესაც ვითარდება, ხო პირველი რაც არის, აი ალბათ ყველა ამჩნევს, რომ რაღაცა სხეული როგორ აქვს, ხო გეგონება ნათხოვარი არისო, ხო ეს მოტორიკა არ არის კარგად განვითარებული და აი ამისთვის არის ყველაზე კარგი ცეკვა და მუსიკა და რაღაცა დონეზე ცოტა ვიფიქროთ რაიმე ისეთი, რომ აი ბავშვებისთვის იყოს შესაძლებელი ამის აი ამ მიმართულებითაც წამოშვება მგონია რომ ძალიან კაი იქნება. მირანდა ისეთ საინტერესოა, ამდენი წელია გიცნობდა ჩვენ ამ თემებზე შიგადაში კი ვლაპარაკობდით, მაგრამ რაღაცა ასე საინტერესოდ არ ქონია, ხო? საუბარი მგონია რომ მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და ეხა ფინალურ ფაზაზე მინდა გადავიდე, ჩვენი ყავა არის აუცილებელი კომპონენტი ჩვენი კულტურის გემრიელია თქო, მარტო ცეკვა კი არ არის, ყავაც ჩვენი კულტურის ნაწილია და აი რას გვეტყოდი ყავაზე? და მოცეკვავები როგორ უყურებთ ამ ფენომენს? ნუ ყავა და მოცეკვავები ეს განუყოფელი ნაწილია, იმიტომ მოგეხსენებათ, რომ ეს არის ენერგიის წყაროც, სამწუხაროდ კალციც კი გამოყავს ორგანიზმიდან, მაგრამ ყავა იმდენად დიდ ენერგიას აძლევს ადამიანს და ყავასთან დაკავშირებით არ ბევრი მითია ყავის უარყოფით ხარეს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვზნობ და მე ყავასთან დაკავშირებით მაქვს ძალიან კარგი მოგონებები ლალი ზოგადად და განსაკუთრებით ეს უკავშირდება ბათუმს, რა თქმა უნდა, უკავშირდება მამაჩემს, ჩვენ მქონდა ძალიან განსხვავებული კი ბათუმური რიტუალი, რომელიც დავკარგე და რომლის აღდგენაც მინდა ძალიან ჩემ ოჯახში. აი მამაჩემს ჰქონდა ყავის მოხალვის თავისი ცერემონია, ბამბუკისგან აკეთებდა სპეციალურ ჭხირებს, რომლითაც აიხალავდა ამ ყავას, რაღაც ტემპერატურამდე მიყავდა. მე აუცილებლად მუყავოს ქახალზე გადმოიტანდა ამ ყავას და რაღაცა ტემპერატურა, აი იმას უნდა დაიცვაროს იქ და აქ რაღაცა ტემპერატურამდე რომ ოდნავ გაგრილდებოდა, სწორედ იმ ტემპერატურაზე უნდა ჩაგვეყარა საფქვავში და დაგვეფქვა ეს ყავა და ის არომატი და აუცილებლად სამკოვზიანი საფქვავი ჰქონდა და სამჭიქიანი რა, სამი ჭიქა უნდა მოდუღებულიყო. აი გახსოვთ მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ ეწელა ფუთქურა ჭიქები რო იყო და განსაკუთრებით თუ იმ პერიოდში ღუმელი იყო ძალიან პოპულარული ზამთარში, ღუმელზე პირდაპირ დადგმული ეს ყავა და რა თქმა უნდა ჭიქებით პირდაპირ ადუღები და მეორე აუცილებლად ადუღების დროს გადმოსხმული ყავა. და მე მინდა გითხრათ, სოხუმში მაქვს ნანახი, ქვიშაზე მოდუღებული ყავა, მე ისეთი ოსტატობა არ მინახავს ლალი არსად. 10-ვე თითში ქონდა თითოჭიქიანი ყავადანი და 10-ვე ჭიქას ერთდროულად ასხამდა. მე მსგავსი პროფესიონალიზმი არ მინახავს. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ძალიან ისეთია, მაგრამ იმ პერიოდის ვართ, მეც საბჭოთა კავშირის დროინდელი ბავშვი ვარ და სწავლობდი მოსკოვში და взгляდი იყო ასეთი გადაცემა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გემახსოვრება, ისეთი პოზიტივი და ნათელი წერტილი ალბათ საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში და ერთ დღეს სახლში საღამოს უცებ იწყება взгляდი და ვხედავ ბათუმის აკადემიას და სონას, რომელიც იყო ყავის ფაქტობრივად ოსტატი ბათუმში და ეს იყო ჩემთვის ისეთი ბედნიერება, რომ აი ასე ჩემი სახლიდან მოშორებული და ვხედავ ბათუმს, ვხედავ სონას, ვხედავ აკადემიის წევრებს, ბატონ ალი სამსონიას, მამაჩემს, მამიას ვარშან, ნუ ეს საოცარ ბათუმურ საზოგადოებას და როგორ ხსნიდა ჩვენი ბათუმელი სონა რა იყო მისთვის ყავა და როგორ უნდა მოდუღებულიყო და ეს იყო ყავის მასტერ კლასი. ასე რომ ყავა ჩვენთვის ძალიან და სამწუხაროდ ეხა ძალიან მიჭირს ამის მიჭირს კი არა ძალიან ესეთი აღიარება რომ ბათუმში ყავის სუნი იდგა ყოველთვის სადაც არ წახვიდოდი და ვისთანაც არ მიხვიდოდი და სამწუხაროდ ეხლა შაორმის სუნი გვაქვს მაინც ყველგან არომატი და ეს ყავა დაგვეკარგა ისიც არ არის გაჩეჩებდნენ ხა შეიძლება როგორ აი ეხა მაგი მინდოდა მეთქვა იცი ჩვენთან მე კერძო სახლების იმაში ცხოვრობდი ირგვლივ იყო და დილით არომატით გზნობდით ვის ოჯახში იხალებოდა ყავა. რა თქმა უნდა იქ იყო ეგრეთ წოდებული მოყრა
იმის მეზობლების და ბავშვების მოვალეობა იყო ამის დაფქვა. ეს ხო წარმოგიდგენია ეხლა რამდენ იმასთან იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო საუბრები იყო ლალი. მეზობლების ეს რომ აი უნდა ალბათ არ ვიცი მაშინდელი ფოტო არა გვაქვს როგორ ვისხედით ამას ვაფქვევდით რამდენიმე ბავშვი და ყველას ჩვენი საფქვავი ქონდა ოჯახიდან წამოღებული და როგორ უსმენდით ამ თაობას არ არის მაგ სამწუხაროდ ანუ როგორ მაშინ რომ ფოტოებს ვიღებდით გაჩგიმულები ვიყავით ასე ყოფილი სიტუაციაში ხო არ ვიღებთ და როგორ უსმენდით და მინდა გითხრა რომ ფანტასტიკური მოცეკვავე ყავდა ჩვენ ბათუმში ბატონი თამაზ ჯახუტაშვილი მამაჩემის უახლოესი მეგობარი და ბატონი თამაზი მუშაობდა ქარხანაში და მქონდა მისი ხელით გაკეთებული ყავის საფქვავი და სამწუხაროდ სახაც გამებნა და ვერ მანქანაჩენებელ ქარხანაში და აი ამ ყავის საფქვავს როგორი რუდუნებით ეპყრობოდა მამაჩემი როგორ შლიდა როგორ წმენდდა როგორი ანუ ეს იყო ისეთი რიტუალი რომ აი ვამბობ რომ აი რა ბედნიერე ვიყავი მე რომ ამას უყურებდი და რაღაცა რამდენი რამ მიაკლდა თქვა ჩემ შემდეგ თაობაზე თუნდაც ჩემ შვილებს ამასთან ურთიერთობა რო არ აქვს იმიტომ რომ იმ ყავის საფქვის დაშლას იმდენი რაღაცა მოყვებოდა იმდენი საუბარი მეზობელი მამაკაცები მოდიოდნენ თითქმის ყავის ამ საფქვის დაშლა ესე კოლექტიური დაშლასავით იყო და მამაჩემს ძალიან უყვარდა ასეთი რაღაცა ჩხირკედელეობა და კიდე განსხვავება ჩვენ მქონდა ისეთი რა აი ვამბობდით რომ მოგეხსენებათ მულტიფუნქციური ქალაქი გვაქვს და მულტიკულტურული ხო და რამდენიმე ოჯახი იყო ჩვენთან სომხური წარმომავლობის და იმათ ჰქონდათ სხვაგვარი საფქვავები უფრო დიდები უჯრით და უჯრით შემდეგ შემოვიდა უფრო დიდები სპილენძის სადაც ალბათ ერთი 6-7 ჭიქის ტევადობის ყავა ჩადიოდა და აი ისეთი სიამოვნება მახსოვს იმ ოჯახებშიც, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირი შაქარლამები ქონდა, ჩაქარყინულები ქონდათ კიდე და სომხური ტკბილეულობა რაღაც განსხვავებული. აი მთელი ჩემი ბავშვობა უკავშირდება, აი და ყავა უკავშირდება აი იმ ჩემ უბანს და იმ სილამაზეს რაც იყო მაშინ იმ ჩემს უბანში და სამწუხაროდ ძალიან გვაკლია მე მგონი ახლა ეს ჩვენ თაობასაც აკლია და ჩვენ შემდეგ თაობას. ეხლა გადამაგდა ძალიან მოგონებებში რა და მინდა რომ რაღაცა ეს კულტურა რაღაცა ფორმით ამ ბავშვებთანაც შემოვიტანოთ ძალიან კარგი ახლა ხელოვნურად არ ხდება ეგეთი რამები სამწუხაროდ დღეს ჩვენ ბავშვებს სხვა გამოწვევები აქვს ყავის დაფქვევა ნამდვილად არ არის მათი პრიორიტეტი და ემოციები მაგრამ არაჩვეულებრივი თაობა მოდის მაინც მინდა ვთქვა და აღნიშნო რომ აი იმდენ რამეს ვსწავლობ მე ჩემი მოსწავლეებისაგან სხვათა შორის ჩემი შვილებისგანაც ანუ არის რაღაცები რაც მათ ძალიან აინტერესებს თაობას ჩვენი თაობისაგან, მაგრამ იმდენ რაღაცას სწავლობ თუნდაც დროის მენეჯმენტს თანამედროვე თაობისაგან. ისე კარგად იციან და ისე კარგად ალაგებენ ყველაფერს. რომ აი ბევრ ამეს აი მე მაგალითად ისეთი ვიყავი მაქსიმალისტი, შეიძლება რაღაცა მეწერა ერთხელ ორჯერ ვეძებდი გრძელ გზებს, რთული გზებით ვაკეთებ. აი ესენი რაღაცა სხვანაირი რაღაცა მარტივად მეთქი კარგი არ მინდა ეს კანონიკური გაკეთებული გააკეთე შენ როგორც გემარტივება მთავარი არის რომ შედეგი დაიდოს სამწუხაროდ დაგემშვიდობა უნდა ჩვენს მაყურებელსაც ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რაღაცა მთელი ბათუმური და ჩემ ბავშვობის დროინდელი მოგონებები გამიცოცხლე დაგემშვიდობებით ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე ვილაპარაკეთ ქორეოგრაფიაზე განათლებაზე და ყავასეც. დაგემშვიდობებით. მომავალ სამშაბათამდე.